სანამ ლოცვას დაიწყებ, ლოცვამდე შენი თავი უნდა მოამზადო უფლისთვის. გული უნდა დაამშვიდო, ფიქრი უნდა დაამშვიდო, ემოციები უნდა დაამშვიდო. შენი გული, შენი ფიქრები, შენი მდგომარეობა ლოცვის დაწყებამდე და ლოცვისას. დაუშვებელია სტრესები, ნერვიულობა, რაზის შეგრძნება და ყველა ეს დესტრუქციული ენერგიის შეგრძნება. რადგან ამ შემთხვევაში შენი ლოცვა წყევლასავით გამოგივა, რადგან ლოცვასთან ერთად ყველა ეს ენერგია გაყვება ლოცვას. ვიზეც ფიქრობ წყენას, რაზეც ხარ გაბრაზებული, რაზეც ნერვიულობ, არ შეიძლება ეს. მაგალითად, გინდა რომ შენი ოჯახის წევრი გამოჯანმრთელდეს. შენ თუ ამაზე ნერვიულობ და განიცდი და თან ილოცები, შენ სატანაზე ილოცები რეალურად მაგ მდგომარეობით. რადგან შენ თუ ამ ყველა დესტრუქციული განცდით ლოცულობ, შენს ლოცვას ერევა ეს ნეგატიური განცდები. ესეთი ლოცვა არის დაბინძურებული, მარტივი ენით რომ თქვათ, თქვენი ემოციური განწყობით და ასეთ ლოცვას უფალს არავინ არ წარუდგენს. ეს იგივეა ეხლა ვიღაცა მოგიტანოს ჰეკალიებში ამოვლებული ფურცელი და გითხრას რომ ხელში დაიკავე და წაიკითხე. ამ ფურცელს ხომ სუნი ასდის, ჰეკალიებშია სავსე, ამის წაკითხვა ხომ დიდი დისკომფორტი იქნება თქვენთვის. უფალთანაც ესეა, უფალს უბრალოდ არც წარუდგენენ შენს დაბინძურებულ ლოცვას. ამაშია საქმე. და თუ წარუდგენენ, დიდი დრო დაჭირდება რომ განიწმინდოს შენი ლოცვა. ნახე, ის ნეგატიური განცდა რაც გქონდა ლოცვის დროს და რაც ტექსტი წარმოსთქვი, ცალ-ცალკე ლოცვად აღიქმება. მაგალითად, შენ ნერვიულობ შენი ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე და ლოცავ შენს ოჯახის წევრს. ან შენს თავზე რა მნიშვნელობა? ის ნერვიულობა მიდის სატანასთან ეს ლოცვა, რადგან შენ რაზეც ემოციურად ფიქრობ, იმას ენერგიას ასხამ, ანიჭებ. გამოდის რომ შენ როდესაც რაღაცაზე ნერვიულობ და თან ილოცები ორ არსთან, სატანასთან, ნერვიულობით, ესე იქნება, ასე იქნება და ღმერთთან, რომელსაც თხოვ რომ გამოაჯანმრთელოს. ფაქტობრივად შენი ლოცვა ღმერთთან და შენი სტრესული მდგომარეობა ერთმანეთს ანეიტრალებს. ამიტომ შენი ლოცვა უნდა იყოს მშვიდი. პირველ რიგში რაც უნდა ქნა, გული უნდა დაამშვიდო, ფიქრი უნდა დაამშვიდო, სიყვარული შეიგრძნო და დაიწყო ლოცვა. ყოველგვარი სტრესის და ნერვიულობის და შიშის და ამ ყველაფრის გარეშე. გავასუფთავეთ გული, გავასუფთავეთ ფიქრები, შევიგრძენით სიყვარულის შეგრძნება. სანამ სიტყვებს წარმოსთქვამ, იგრძენი გული, იგრძენი შენი გულის ცემა, მისი ბიძგი, ლოცვის კითხვა იგრძენი გულიდან. გულში გაქვს 40,000 ნეირონი, როგორც ტვინში. ფიზიკურ დონეზე გაქვს ეს. როგორც ტვინით ილოცები, ისე შეგიძლია ილოცო გულით. როგორც ტვინით ფიქრობ, ისე შეგიძლია იფიქრო გულით. გულში გაქვს ფიზიკურ დონეზე 40,000 უნიკალური ნეირონი. ამიტომ სანამ ლოცვის წარმოთქმას დაიწყე, გულის ნეირონებით ეცადე დაიწყო ლოცვა. და ეს რომ გააკეთო, უბრალოდ გონებრივი აქცენტი გააკეთე გულზე და დაიწყე ლოცვა. წარმოიდგინე, ტვინიდან კი არ ლოცულობ, არამედ გულიდან ლოცულობ, რადგან გულიდან პირდაპირ მიდის უფალთან ხმა. ესე იგი, პირველ რიგში ვამშვიდებთ თავს, შემდეგ გულთან ვაკეთებთ აქცენტს და ვიწყებთ გულიდან ლოცვას. მესამე ინგრედიენტი, შენი ლოცვა და შენი გულის სურვილი ერთმანეთს უნდა ეფინებოდეს შეფერხების გარეშე. მაგალითად, შენი ლოცები შენი ოჯახის წევრისთვის. შენმა ოჯახის წევრმა გაგაბრაზა ძალიან. თან გინდა რომ დალოცო, რადგან გიყვარს, მაგრამ თან გაბრაზებული ხარ. თუ უსურვებ შენს ოჯახის წევრს ლოცვაში, რომ უფალო დაიფარე ჩემი ოჯახის წევრი, მიეცი ჯანმრთელობა და ასე და ასე და ასე და გულში თუ გაბრაზებული ხარ მასზე, შენი სიტყვა და შენი გულის სურვილი ცალ-ცალკეა. შესაბამისად, შენი ემოცია და შენი სიტყვები ვერ იქნება გაერთიანებული. მაშასადამე ისინი ერთმანეთს ხელს შეუშლიან და ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრძანებებს წარმოქმნიან. ამიტომ ყოველთვის გააერთიანე შინაგანი სურვილი სიტყვებთან, როდესაც ილოცები. შენ სიტყვას ძალა აქვს, მაგრამ შენს ემოციას და გულის სურვილს აქვს 10-ჯერ მეტი ძალა. შენ შეიძლება რაღაცაზე გაბრაზებული ხარ, ღმერთის მიმართ თქვი რომ ღმერთო, რატომ არ დამიდექი გვერდით და ამ განზრახვით ხარ გულში, ამ ნათქვამით ხარ, ამ ემოციით ხარ გულში და ღმერთს თხოვ, ღმერთო დამიფარე, გადამაფარე შენი კალთა. შენი ის გულში განზრახვა და შენი სიტყვები ერთმანეთის საწინააღმდეგოა და აღარ მუშაობს შენი ლოცვა. შენ უფალს წარუდგენ შენს ურწმუნოებას, შენს მისდამი უკმაყოფილებას, შენს ბრაზს, შენს ამ ყველა დესტრუქციას და აზრი არ აქვს ესეთ ლოცვას არავინ არ მიიტანს უფალთან. ამიტომ ემოციური და ბგერის ხმა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. უფალი მხოლოდ შენს
სიტყვებს კი არ კითხულობს, შენს სრულ სპექტრს კითხულობს და თითეულ შენს ამ სპექტრებს, რასაც ამ ნაშრომში აგიხსნი, თითეულს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და თითეულის გათვალისწინება ქმნის ერთ დიდ ბუმბერაზ შედეგს, მათი გაერთიანება. ესე იგი, პირველი არის 7 ლოცვამდე, მეორე არის გულის ნეირონებით ლოცვა და მესამე შენი ემოციური მდგომარეობა და წარმოთქმული სიტყვები ერთმანეთს უნდა ეფინებოდეს ერთიერთში. და რწმენა. ეხლა რაში გვჭირდება ჩვენ რწმენა? შენ რომ ლოცულობ, შენ გარანტირებულად უნდა გჯეროდეს, რომ უფალი ამას განახორციელებს. გარანტირებულად, რადგან უფალმა შენ ეს პირობა მოგცა. ოღონდ შენ ეს არ წაგიკითხავს, არ იცი, მაგრამ უფალმა შენ ეს პირობა მოგცა და შენ ამ გარანტიით უნდა ლოცულობდე, რომ ნებისმიერ შენს ლოცვას შეისმენს. მაგრამ შენ თუ ეს რწმენა არ გაქვს, რომ უფალმა უკვე შეისმინა შენი ლოცვა, როგორც კი ლოცვა დაიწყე, შენი ლოცვა იგზავნება ეჭვშეტანილი ენერგიით. შენ თუ რწმენაში გაქვს პრობლემა და ფიქრობ, რომ უფალი ან მოგისმენს და ან განხორციელდება, ან არ განხორციელდება, შენ თავად აცლი ენერგიას შენივე ლოცვას და საერთოდ არსად არ მიდის ეს ლოცვა. შენ აცლი ენერგიას, შენ გაცემ მეორე ბრძანებას, რომ ან ასრულდეს, ან არ ასრულდეს. შენივე რწმენა აკეთებს ამას. უფალს უნდა რომ აგისრულოს გარანტირებულად, მაგრამ შენ რომ ამ ლოცვას ეჭვშეტანილ მდგომარეობას აპარებ, ქვეპუნქტ კონტრაქტის პირობებს ადებ ამ ლოცვას, რომ ეს ლოცვა ან ახდეს, ან არ ახდეს. უფრო არ ახდეს, რადგან რწმენის პრობლემა. ამიტომ გწამს თუ არ გწამს, უბრალოდ ისე ილოცე, რომ გარანტირებულად აგიხდება. ეს ფუნდამენტი არის მნიშვნელოვანი. შენ თითეული ლოცვის დროს და თითეული სიტყვის დროს გულში უნდა გქონდეს დიდი სიხარული. შენ უნდა გქონდეს უკვე გარანტირებული შიგნით გულში, რომ ეს ყველაფერი უკვე აგიხდა. ამით შენ გარანტირებულად იღებ უფლისგან იმას, რასაც უფალი დაგპირდა. რომ შენო ილოცე გარანტირებულად ჩემზეო, რომ მე ამას აგისრულებო და მე ამას აგისრულებო და შენ უფალმა რაც მოგცა დაპირება ამას ითხოვ. შენი ამ რწმენით და იღებ კიდევაც ამას. ამიტომ ლოცვის დროს უკვე გარანტირებულად სიხარულში იყავი. რადგან უფალი ამას აგიხდენს, თუ შენ ამ ყველა პროცესს განახორციელებ, ეხა მე აქ რასაც მოგიყვები, მე აქ შენ რასაც მოგიყვები, ამას ერთ-ერთში ყველა მექანიზმს თუ გაითვალისწინებ, შენი ლოცვა გახდება თვალთხილული სასწაული. პირდაპირ გეუბნები. თვალთხილულ სასწაულს გასწავლი მე შენ ეხლა ლოცვის სახით. ჩამოვიარო. გულის დამშვიდება, გულის შეგზნება და გულით ლოცვების წაკითხვა, გულის ნეირონებით, სიტყვა და შენი ემოციური ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს და რწმენით უნდა იყოს დამუხტული, რომ შენმა ურწმუნოებამ არ გაანეიტრალოს ლოცვა, რასაც წარმოთქვამ. შემდეგი ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს შინაარსის გაცნობიერებას. რას კითხულობ, რომ განზრახვა წარადგინო უფალთან. მაგალითად, შენ თუ კითხულობ გამთლიანების მუქთან კვეთის ლოცვას, იქ არის რომ განვედ ჩემგან მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზემოდან, ქვემოდან, წინიდან, უკრიდან და შენ თუ ამ სიტყვებს რობოტივით იმეორებ ზეპირსიტყვიერად და არაანალიზებ, რას კითხულობ, შინაარს, თითოეულ ფრაზას, აზრი არ აქვს შენს ლოცვას. აქვს, მაგრამ ძალიან უძლურია, რადგან შენ კითხულობ უბრალოდ ცარიელ სიტყვებს. არაანალიზებ, რას ითხოვ სამყაროდან. არდებ ამაში ემოციას, არდებ ამაში გაცნობიერებული ინტელექტის სურვილს. და რას ნიშნავს ეს? შენ როცა თითოეულ ფრაზას აცნობიერებ, რასაც კითხულობ, შინაარს იგებ და ისე კითხულობ და შინაარსით კითხულობ და განზრახვით მაშასადამე. ამ შემთხვევაში შენი ლოცვა მიდის პირდაპირ გაცნობიერებულად და ისე როგორც საჭიროა და როცა ზეპირსიტყვიერად კითხულობ, ფაქტობრივად შენ საერთოდ არაფერს არ აკეთებ. ამიტომ შემდეგი საფეხური არის რას კითხულობ, მისი შინაარსის გაცნობიერება. თითეული ფრაზის განმეორდეთ. ლოცვამდე გულის დამშვიდება, გულის შეგზნება, რათა გულის ნეირონებით დაიწყო ლოცვა, ლოცვამდე სიტყვის და ემოციის ერთმანეთთან შესაბამისობა, რომ ერთმანეთს საწინააღმდეგოდ არ იყვნენ, რწმენა, რომ შენი ლოცვა გარანტირებულად შეისმინება და აგისრულდება და შინაარსის გაანალიზება, რას კითხულობ, რომ შენმა წარმოთქმულმა სიტყვებმა შეიძინოს ემოციური ინტელექტიც. შემდეგი საფეხური არის ლოცვის დროს პარალელურად ვიზუალიზაცია. მაგალითად, თუ ლოცავ შენს ძმას, დედას, ოჯახის წევრებს, სიტყვის წარმოთქმასთან ერთად სახელების ვიზუალურად წარმოიდგინე მათი სახეები, რომ ერთ-ერთში მიხვდეს სამყარო, უფალი და ყველა მექანიზმი სამყაროს საერთოდ ვის გულისხმობ, მარტივად რომ მიხვდეს. მაგალითად, ლოცავ შენს ძმას და ამბობ, რომ უფალო დალოცე ჩემი ძმა, ან შენ დას. უფალო დალოცე ჩემი და. შენ ამ სიტყვებს რომ წარმოსთქვამ,
წარმოიდგინე შენს დაზე როგორ გადმოდის ზეციდან ღვთიური ვარსკვლავისებრი ოქროსფერი ენერგია და თავზე ესხმება ეს ღვთიური ენერგია და ნათდება. შენ უბრალოდ სიტყვიერად კი არ წარმოსთქვამ ლოცვას, არამედ ვიზუალიზაციასაც ამატებ, აკონკრეტებ რა გინდა რომ მიიღო შედეგი. შენ თავს თუ ლოცავ, იგივე გააკეთე. წარმოიდგინე შენს თავზე როგორ გადმოდის ღვთიური ვარსკვლავისებრი ჭყიალა ენერგიები და გესხმება თავზე. თან უნდა შეიგრძნო გულში ნეტარება მაგ დროს. მაგალითად, ღვიძლის პრობლემა გაქვს, ან თავის ტკივილის პრობლემა გაქვს, ან რაღაც მოტეხილობა, ან ფიზიკური ჯანმრთელობის ლოცვის დროს, როცა იძახი რომ უფალო განკურნე ჩემი ღვიძლი ან ფეხი ან რაღაც, წარმოიდგინე ის კონკრეტული ორგანო ლოცვის დროს, როგორ ანათებს, როგორ ჯანსაღად გამოიყურება, როგორ კეთილშობილურია, როგორი ჯანმრთელია, წარმოიდგინე უკვე ჯანმრთელი ხარ, უკვე რომ შედეგი გააქვს. ადამიანს აქვს ორი მთავარი ძალა, სიტყვის ძალა და ვიზუალიზაციის ძალა, ფიქრის ძალა და კიდევ ბევრი ძალები, მაგრამ ეს ორი მექანიზმი უნდა გააერთიანო. ესე იგი, ლოცვამდე ვამშვიდებთ გულს, რათა უფალთან წარვადგინოთ სუფთა გული, შემდეგ შევიგრძნობთ გულს და ვიწყებთ გულის ნეირონებით ლოცვას, გულით ლოცვას და არა ტვინით. შემდეგ სიტყვას, რასაც წარმოვთქვამთ და გულის სურვილს ერთ-ერთში ერთმანეთთან ვაფენთ და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. შემდეგ რწმენაც გვაქვს, ის რწმენა რომ გარანტირებულად უკვე მოგვისმინა უფალმა და უკვე დაწყებული აქვს ჩვენი ლოცვის აღსრულება. შემდეგ რასაც კითხულობ, ამის შინაარსობრივად გაცნობიერება და არაზე პირსიტყვიერი წაკითხვა და შემდეგ ვიზუალურად წარმოდგენა. სიტყვიერად კი არ ლოცავ უბრალოდ, არამედ ვიზუალურადაც ლოცავ. შემდეგი მდგომარეობა არის ლოცვის რითმი. რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას რითმში წაიკითხავ თუ რითმის გარეშე? რატომ არის გამთლიანების ლოცვები რითმში? იმისთვის რომ ლამაზად გამოჩნდეს? არა. ანგელოზები საუბრობენ სიმღერით. ანგელოზები ჩვენაირად არ საუბრობენ სიტყვიერად. ანგელოზები მღერიან და ისე ელაპარაკებიან ერთმანეთს. საიდან ვიცი არ მკითხოთ ეხლა. არ მიყვარს სასწაულებზე ლაპარაკი. ანგელოზები გარანტირებულად გეუბნებით ლაპარაკობენ სიმღერით. რატომ იცით? იმიტომ რომ სიტყვით საუბარს აქვს ძალიან დაბალი ინფორმაციული დიაპაზონი და ანგელოზები და ღვთიური არსები არ არიან დედამიწისეულ შეზღუდულ გაცნობიერებებში. ამიტომ ისინი სიმღერით საუბრობენ. ამ სიმღერაში არის ემოციები ჩადებული და უამრავი ინფორმაცია. უბრალოდ ტექსტს და სიტყვებს კი არ უზიარებენ ერთმანეთს, არამედ მუსიკალურ ჟღერადობასაც ამატებენ, რაშიც უამრავი ემოციური და ინფორმაციული ინფორმაციაა შიგნით. ამიტომ ანგელოზები ერთმანეთში ლაპარაკობენ სიმღერით და ამ სიმღერაში დევს უდიდესი ინფორმაციები. ღერიან, ისე ელაპარაკებიან ერთმანეთს. ოღონდ როგორ ელაპარაკებიან, იცით? სხვათა შორის გავს საეკლესიო გალობას, მაგრამ მკვეთრად განსხვავდება საეკლესიო გალობისგან. საეკლესიო გალობები არის სიმღერასავით, მაგრამ ანგელოზების საუბრები არის საუბარი და თან სიმღერა. ვეცდები წარმოვთქვა. მაგალითად, ერთი ანგელოზი ეკითხება მეორეს, როგორ ხარ? და ის პასუხობს, როგორ ვარ. ეხლა ეს რო გააერთიანო და სიტყვა დაადო და თან ამას ვერ აღწერ, უბრალოდ სიტყვით ვერ აგიღწერთ, პირის ბგერით არ გამოიხატება, ამაშია პრობლემა. სიტყვის პირის ბგერით ვერ გამოვხატავ ამას. გავს საეკლესიო გალობას, მაგრამ გალობისგან განსხვავდება ძალიან. ამიტომ, როდესაც შენ ლოცულობ, შენი ლოცვა რითმში იღებს ინერციას, იღებს მუსიკალურ ჟღერადობას და მუსიკალური ჟღერადობა წარმოქმნის ვიბრაციას, რომელიც აძლიერებს რეზონანსის მეთოდით. რეზონანსი გულისხმობს იმას, რომ შენ თუ 5 ძალით წარმოსთქვი ლოცვა, მუსიკალური ჟღერადობა და რითმა აძლიერებს 5 ძალას 30 ძალად. ამიტომ ლოცვის რითმაში წაკითხვა არის მნიშვნელოვანი, რადგან ანგელოზებს ესმით რითმა, სიმღერა და შენი ლოცვა პირდაპირ ღმერთთან კი არ მიდის, შენი ლოცვა გადადის მექანიზმებში, ფილტრებს გადის, სანამ ღმერთთან მივა, ღმერთთან ყველა ჭუჭყი კი არ მიდის. თუ მოუნდება შეხედავს უფალი ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი არ მიდის უფალთან, იმიტომ რომ ის ჭუჭყია და ის არ უნდა მივიდეს უფალთან. და ის გადის ფილტრებს, მექანიზმებს. ამ მექანიზმების უკან დგანან ანგელოზები. და ანგელოზებს ეს ხმა ესმით და უფალსაც რითმის ხმა. ისინი გალობენ და ისე ელაპარაკებიან ერთმანეთს და კოლოსალურ ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. ამიტომ ლოცვის რითმაში წაკითხვას აქვს დიდი ძალა. ესე იგი, გულს ვამშვიდებთ, ასევე გულის ნეირონებს შევიგრძნობთ გულში და გულით ვიწყებთ ლოცვას. ასევე ლოცვას და გულის სურვილს ერთმანეთში
გამთხოვებთ, რწმენას ვამყარებთ, რომ გარანტირებულად აგვიხდება ლოცვა, შინაარსს ვაცნობიერებთ, რას ვკითხულობთ, თითოეულ სიტყვას, ვიზუალურად წარმოვიდგენთ და ლოცვას ვკითხულობ რითმით, ფაქტობრივად გალობ. ეხლა შეიძლება რთულად გეჩვენება ეს, მაგრამ არ არის რთული, რასაც გიხსნი, უბრალოდ როგორც კი გააცნობიერებ ამ მდგომარეობებს, მე უკვე ავტომატში გადაგივა ეს ყველაფერი და ამდენი სწავლა არ დაგჭირდება ამის. შემდეგი საფეხური არის რა ხასიათის ლოცვას კითხულობ. მაგალითად, თუ რამე დაბალი ენერგიის მოშორება გინდა, თუ საბრძოლო რეჟიმში ხარ და რაღაც დაბალი არსი გებრძვის სიზმარხილოებში ცხოვრებაში რაღაც სირთულეებს აწყდები, მოკლედ რომ გითხრა, თუ მუქთან კვეთის ლოცვას კითხულობ, შენ ეს უნდა წაიკითხო საბრძოლო რეჟიმით, განზრახვით. საბრძოლო სიყვარულის ბალანსის რეჟიმით. ლოცვის რა ხასიათსაც კითხულობ, იმ ხასიათით და განზრახვით უნდა წაიკითხო. ბრძოლა გაქვს? მუქთან კვეთის ლოცვას კითხულობ? წაიკითხე სიყვარულით, მშვიდით, ბალანსით და თან საბრძოლო რეჟიმით. მაგალითად, განვედ ჩემგან მარცხნიდან მარჯვნიდან. შენ ესე კი არ უნდა წაიკითხო. განვედ ჩემგან მარცხნიდან მარჯვნიდან. არა, უნდა წაიკითხო. განვედ ჩემგან მარცხნიდან მარჯვნიდან, წინიდან, უკნიდან, ზემოდან, ქვემოდან, უბრძანებ. ნახე, აქ არც აგრესია, არც ის არის, არც ჭუბი, არაფერი. მშვიდი, ბალანსირებული ბრძანება. თუ კითხულობ ჯანმრთელობის ლოცვას, იქ უფრო მშვიდი, უფალო, მომეც გულსა ჩემსა, ჯანმრთელი სულსა ჩემსა. ესე იგი, ხასიათის მიხედვით ვკითხულობთ ლოცვას ან საბრძოლო რეჟიმში, ან სათნოების რეჟიმში, ან იმ რეჟიმში, ან ამ რეჟიმში. გააჩნია რა ლოცვას კითხულობ. საბრძოლო ლოცვა, საბრძოლო რეჟიმში უნდა წაიკითხო ბალანსში და მშვიდში. ახლა ვიღაც იტყვის, რატომ უნდა წავიკითხო ესე? იმიტომ რომ შენ უბრალოდ კი არ ლოცულობ. შენ იბრძვი, მაგ დროს მაგ ლოცვით იბრძვი, რომ მოიშორო პარაზიტები, თუ რამე დემონის შეპყრობა გაქვს, თუ რამე ჯადო გაქვს. შენ ბრძოლაში ხარ. შენ ლოცვას კი არ კითხულობ და მოთხრობას კი არ კითხულობ. ბრძოლაში ხარ მაგ დროს. შენი ლოცვის ხმის ტემბრი უნდა შეესაბამებოდეს შენი ლოცვის ხასიათს. შემდეგი მთავარი ძალით მოსილი ნაწილი ლოცვის არის ლოცვის ინტენსივობა. რა არის ლოცვის ინტენსივობა? და რას ნიშნავს ეს? და რა ძალა აქვს მას? როდესაც შენ ყოველ დღე ლოცულობ გადაბმულად 7 დღის განმავლობაში მინიმუმ, შენი ლოცვა იწყებს აჩქარებას და რეზონანსს ამ 7 დღის განმავლობაში. დღეს დაილოცე, შენმა ლოცვამ მიიღო 1 ქულის ძალა. ხვალ დაილოცე, შენმა ლოცვამ მიიღო 5 ქულის ძალა. ზეგ დაილოცე, შენმა ლოცვამ მიიღო უკვე 6 კი არა, 10 ქულის ძალა. გეომეტრიული პროგრესიით, რეზონანსის მიხედვით ძლიერდება შენი ლოცვა ყოველდღიურად. მაგალითად, თუ შენ დღეს დაილოცე, ხვალ გამოტოვე და ზეგ გააგრძელე, შენი ლოცვა არ იკრებს ძალას, არ იზრდება შენი ლოცვის ძალა გეომეტრიული პროგრესიით. შენი ლოცვის ძალა გეომეტრიული პროგრესიით რომ გაიზარდოს, ამისთვის საჭიროა მიყოლებით წაიკითხო ყოველდღიურად. თუ ერთი დღე ისვენებ და მეორე დღეს აგრძელებ, შენი ლოცვა კარგავს ინერციას, ვერ ახდენს საკმარისად აჩქარებას. ამიტომ ლოცვას მიყოლებით მინიმუმ 7 დღე და შენი ლოცვა ძლიერდება ამ დროს გეომეტრიული პროგრესიით. რაც უფრო დიდხანს მიყოლებით კითხულობ ლოცვას, მით უფრო დიდი ძალის მქონე ხდება ის. რატო იძენს შენი ლოცვა ძალას ამ დროს? დღეს დაილოცე ერთი და იგივეზე, ხვალ დაილოცე ერთი და იგივეზე, ზეგ დაილოცე ერთი და იგივეზე და ნებისმიერ კარებს, საზღვარს თუ სხვა დანარჩენს ყველგან აღწევს შენი ლოცვა და ყისიერად ხდება შენი ლოცვის აღსრულება, იმიტომ რომ შენი ლოცვა იძენს კოლოსალურ ძალას. აქ ინერციის ამბავი მუშაობს. მაგალითისთვის მოვიყვან მაგალითს. ავიღოთ ავტომობილი. მაგალითად, ავტომობილი დავძარით 5 წამით, აიღო გარკვეული სიჩქარე, გავაჩერეთ. მერე ისევ დავძარით, აიღო გარკვეული სიჩქარე, გავაჩერეთ. ავტომობილი ვერასოდეს ვერ აიღებს ამ მოკლე პაუზებით იმ სიჩქარეს, რა სიჩქარეც მას შეუძლია რომ განახორციელოს. როცა შენ დღეს ლოცულობ, ხვალ არ ლოცულობ, შენი ლოცვა ვერ იღებს ინერციას. ხოლო როდესაც შენ ავტომობილის მაგალითი მოვიყვანოთ, ავტომობილს დაძრავდა, არ ჩერდები და პირველი სიჩქარე, მეორე სიჩქარე, მესამე სიჩქარე, ავტომობილს უკვე ინერცია აქვს აღებული და მაქსიმალური აჩქარების სიჩქარეს აღწევს. ლოცვასთანაც იგივეა. შენ დღეს უნდა ილოცო ხვალ, ზეგ, მასზე გადაბმულად და შენი ლოცვა აჩქარდება ისე, რომ ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს. ასეთი ლოცვა ისეთ ძალას იკრებს, რომ ვერაფერი ვერ აჩერებს. ვერ ჩავიმაგების შავი მაგია, ვერაფერი ვერ აჩერებს ლოცვას, რომელსაც ინერცია აქვს აღებული. ლოცვა, სადაც არ ყოფილა წყვეტა. ეხლა ასევე რას აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა? თქვენ უბრალოდ ყოველ დღე კი არ უნდა ილოცოთ და ამით კი არ უნდა გააძლიეროთ და კი არ უნდა მიცეთ ბიძგი თქვენს ლოცვას უბრალოდ. არამედ
თქვენ უნდა წაიკითხოთ 7 დღის განმავლობაში მინიმუმ გადაბმულად ლოცვა, ერთი და იგივე განზრახვით, ერთი და იგივე ლოცვა, ერთი და იგივე ადგილზე და ერთი და იგივე დროს. ეხლა რატომ უნდა წაიკითხო ლოცვა ერთი და იგივე ადგილზე, ერთი და იგივე დროს და ეს ყველაფერი რატომ უნდა გააკეთო? ერთი და იგივე ადგილზე და ერთი და იგივე დროს წაკითხვა რითმით და ამ ყველაფრით რაც აგიღწერე, შენი ლოცვა იკვრება ერთ წერტილად, როგორც აი ლაზერის სხივი. ამიტომ ლოცვის გადაბმულად წაკითხვას ერთი და იგივე ადგილზე და ერთი და იგივე საათზე აქვს ფუნდამენტური ძალა. განმეორდები, რას უნდა შეიცავდეს ლოცვის პროცესი. ვამშვიდებთ გულს და უფალს წარმოუდგენთ მშვიდ სუფთა გულს. შემდეგ შევიგრძნობთ გულს და გულის ნეირონებით ვიწყებთ ლოცვას. შემდეგ სიტყვას, რასაც პირიდან ვუშვებთ ლოცვას და შინაგან სურვილს, ემოციას ერთმანეთს ვუმთხვევთ. ვანიჭებთ რწმენას, რომ გარანტირებულად მივიღებთ უფლისგან, ლოცვისგან შედეგს და გვიხარია, რომ უკვე ყველაფერი მოგვეცა. შემდეგ ვიზუალურად წარმოვიდგენთ დაცვა, ენერგიის გაგზავნა თუ ვის ვგულისხმობ, ვიზუალურად წარმოვიდგინოთ სახე. ასევე ლოცვის რითმას უთმობთ დიდ დროს, რადგან ანგელოზები გალობით საუბრობენ ერთმანეთთან, ასევე რითმა ეხმარება ლოცვას, რომ აიკრიბოს საკმარისი ძალა. ასევე ლოცვას ვკითხულობთ მისი ხასიათის მიხედვით, თუ საბრძოლო რეჟიმის ლოცვა, ბალანსში, სიყვარულის ტემპში, საბრძოლო რეჟიმით ვკითხულობთ. ასევე რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ლოცვის ინტენსიობა უნდა იყოს თანმიმდევრული და მიყოლებით, რათა გეომეტრიული პროგრესიით გაძლიერდეს. დღეს კითხულობ, ხვალ კითხულობ, ზე კითხულობ, მასზე და მიყოლებით მინიმუმ 7 დღე. ლოცვის ინტენსიობასთან ერთად კითხულობ კონკრეტულ საათზე და კონკრეტულ ადგილზე და ეხლა მივადექით ერთ-ერთ ძალით მოსწილ მდგომარეობას, რომელ საათზე არის საუკეთესო ლოცვის კითხვა. თუმცა შეგიძლია ეს მექანიზმები, რაც აგიღწერე, წაიკითხო დღის ნებისმიერ მომენტში დათქვა საათი და ექნება ძალა, მაგრამ ამ კონკრეტულ საათებში თუ წაიკითხავ ლოცვას, შენი ლოცვა აქ ხარ შენ და აქ ვარ მე. ყველაფერი შეგიძლია განახორციელო. განკურნო თავი, განკურნო სხვა, განდევნო ნელები, ამას თუ გააკეთებ, ვერ წარმოიდგენ რა მოხდება. შენი ლოცვები, იმიტომ არ მუშაობს, რომ შენ ამ ყველა საფეხურს არ ითვალისწინებ. ან ბრაზით ხარ, ლოცულობ და ღმერთთან არ მიაქვთ ეს ლოცვა, ან შენი გულის სურვილი და სიტყვა ცალცალკეა, ან საერთოდ რწმენა არ აქვს შენს ლოცვას და უბრალოდ ლოცვას კითხულობ და შენი ურწმუნოება შენს ლოცვას სანამ გაიგზავნება, იქვე ანადგურებს. მიხვდით რაშია საქმე? ლოცვას თუ შესაბამისი კანონზომიერებებით წაიკითხავ, შენი ლოცვა იქნება უძლეველი. ეხლა ყველაზე მეტად როდის ენიჭება ლოცვას ძალა, საათს გულისხმობ. თუმცა შეგიძლია ამ კონკრეტულ საათს არის ლოცვა და მაინც ძლევამოსილად იმუშავებს შენი ლოცვა, მაგრამ სრულყოფილად თუ გინდა იმუშაოს შენმა ლოცვამ, ლოცვა დაიწყე დილის 3-დან 4-მდე. რატო? ეხლა აგიხსნით ისეთ ცოდნას, რომელიც ცოდნასაც ვერსად ვერ გაიგებ. ზოგადად მიღებულია და ამბობენ, მაგრამ ვერ ხსნიან, რატომ არის ესე. მაგრამ მიაგიხსნით, რატომ არის ესე. ამბობენ, რომ ღამით სულიერ სამყაროსთან მეტი კავშირია და რატომღაც შავი მაგები ღამის 1, 2, 3, 4, 5-მდე მუშაობენ, თუ ვინმეს ჯადოს უკეთებენ, თუ რამეს აკეთებენ, მაგ დროს აქტიურია სულიერი სამყარო, კედელი თხელდება. მაგრამ სინამდვილეში კედელი არ თხელდება სულიერ სამყაროსა და მატერიალურ სამყაროს შორის. აგიხსნით რა ხდება. მაგრამ შავი მაგები თუ ვინმეზე ჯადოს აკეთებენ, მაგ საათებში აკეთებენ. რადგან თქვენ რომ გძინავთ, ძილის დროს ნაკლებად დაცულები ხართ და იქ სიზმარში, იმაში. ამიტომაც უნდა წაიკითხო ძილის წინ ლოცვა. ის მაინც უნდა თქვა, ცველებო დამიფარეთ, უფალო დამიფარეთ და გადაწვე დაიძინო. კარგი. ეხლა რა ხდება ღამით? ეხლა ალბათ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ღამე სატანის არის. არა, აგიხსნით. როცა ზედ ახალ წელს 12 საათზე ტელეფონზე რეკავთ. რა ხდება ხოლმე მაგ დროს? ქსელი არის გადატვირთული და გიჭირთ დარეკვა. შეიძლება საერთოდ ვერ დარეკოთ მეგობართან. შემდეგ, როდესაც გადავა რამდენიმე საათი, თავისუფლდება ქსელი და აღარ არის გადატვირთული და თავისუფლად რეკავ. იგივე ხდება დღის და ღამის განმავლობაში. ადამიანები დღის განმავლობაში აქტიურები არიან. გამუდმებით ფიქრებს უშვებენ სამყაროში. გვიძავთ. ზოგი ილოცება, ზოგი ფიქრობს, ზოგი 1000 ენერგიას უშვებს და შენს ირგვლივ გარემო არის გადატვირთული, როგორც ტელეფონზე დარეკო. ყველა ეს ფიქრები ადამიანების არის ტელეფონზე დარეკვა სამყაროსთან. და დღის განმავლობაში ყველა რეკავს ტელეფონზე. ყველა რაღაც ფიქრებშია. ზოგი ნეგატიური ფიქრებშია, ზოგი იმაშია, ზოგი ამაშია, ზოგი ამაშია და
ყველა ეს ფიქრი არის დიდი რაოდენობის და სანამ შენი ფიქრი ან ლოცვა მივა დღის განმავლობაში სამყაროს მისასვლელ ადგილზე, ჯერ შენი სიტყვა და შენი ეს ყველაფერი რიგშია და ქსელი არის გადატვირთული. მარტივად რომ გითხრათ, როგორც ახალ წელს რეკავთ და დაკავება და არ გადის და ქსელია გადატვირთული დღის განმავლობაში, ასევე შენს ირგვლივ სივრცის ქსელი არის გადატვირთული. უამრავი ადამიანი გამუდმებით ფიქრობს. როდესაც ღამდება 12/1 ადამიანების 98%-ს ძინავს შენს ირგვლივ და ქსელი არის აბსოლუტურად თავისუფალი. აღარ არის ამდენი გადატვირთული და შენ უკვე როცა ლოცვას კითხულობ, მე მილიონე კი არ ხარ რიგში, არამედ პირველი ხარ რიგში. მარტივად რომ გითხრა. რადგან საღამოს ყველას ძინავს. არც ქსელია გადატვირთული, სამყარო პირდაპირ გითმობს დროს, პირადად შენ, იმიტომ რომ ყველას ძინავს და არ არის დიდი მოთხოვნა ქსელში. უფრო მარტივ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ 200 კაცი არის ოთახში. ეს 200 კაცი წარმოვიდგინოთ საქართველოს. წარმოიდგინეთ ახლა 200 კაცი რაღაცას ითხოვს და ერთი მსმენელია, ერთი სამყაროს მექანიზმია, რომელიც გისმენს. 200 კაცივე იძახის ერთდროულად რაღაცას. სამყარომ რა უნდა ქნას? რიგში უნდა ჩაქსვას და რიგითობის მიხედვით მიიღოს შენი სიტყვები, შენი სურვილები და განიხილოს და გადაგზავნოს. და ახლა წარმოიდგინე 200 კაცის ნაცვლად ერთი კაცია. დანარჩენს ძინავს. იმ ერთ კაცს იდეალურად ემსახურება სამყაროს მექანიზმი. ამაშია საქმე. ღამის 3-დან 4-მდე ლოცვა იმიტომ არის ძალით მოსილი, პირდაპირ ძალით მოსილია, რომ პირდაპირ შენთვის პირადად გემსახურება სამყაროს მექანიზმი და გისმენს და პირდაპირ აგზავნის ყოველგვარი რიგის და სხვა დანარჩენის გარეშე, იმიტომ რომ მარტო შენ ხარ. სხვებს ძინავთ. ქსელი არ არის გადატვირთული, რიგი არ არის, არაფრის გავლა არ გიწევს და თან ამ პერიოდში მარტო ლოცვაზე კი არაა საუბარი. ამ პერიოდში შეგიძლიათ ცოდნები გახსნათ, პროექტები დაამუშაოთ, რაც დასამუშავებელი გაქვთ, იდეებზე იმუშაოთ და სხვა დანარჩენი. ლოცვის შემთხვევაში შენ თუ გაითვალისწინებ ყველა იმ ფაქტორს, რაც მე გითხარი და ღამის 3-დან 4-მდე თუ დაილოცები. წარმოგიდგენი ახლა მე შე რა აგიხსენი? ნახე, ჯერ ამშვიდებ გულს, წარადგენ უფალთან სუფთა გულს. პირდაპირ იღებენ შენს ლოცვას, დაბინძურების გარეშეა შენი ლოცვა. მერე გულის ნეირონებით იწყებ ლოცვას, გულით და გული პირდაპირ სულთან არის კავშირში და სული პირდაპირ ღმერთთან. პირდაპირ ღმერთს ელაპარაკები, ყოველგვარი შრომავლების გარეშე და ფილტრების გარეშე. შემდეგ შენი სიტყვა და შენი გულის თქმა და შინაგანი ემოცია ერთმანეთს ემთხვევა. არ არის მათ შორის კონფლიქტი. შემდეგ შენი რწმენა, რაც უფალმა უკვე ისედაც მოგცა და გითხრა გარანტირებულად. შემდეგ შინაარს აცნობიერებ რას კითხულობ. ვიზუალურად წარმოიდგენ ადამიანს ლოცავ თუ რასაც არ უნდა ლოცავდე. ლოცვას კითხულობ რითმით, იმ ენაზე, რა ენაც უფალს ესმის და ანგელოზებს. ლოცვას კითხულობ მისი ხასიათის მიხედვით. საბრძოლოა თუ სათნოებით სავსეა თუ რით სავსეა. ლოცვას კითხულობ ყოველ დღე უწყვეტად და ამით მას ანიჭებ აჩქარებას და ძალას. და თან კითხულობ ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილზე და თან ღამის 3-დან 4-მდე მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გისმენს. შენ ხვდები ამ ყველაფრის გათვალისწინება, რას გაძლევს ლოცვაში? შენ ხდები შეუჩერებელი. მით უმეტეს, თუ შენ შავი მაგის მიერ თავდასხმაში ხარ, ის მუშაობს ღამის 2-დან 3-მდე 4-მდე და შენ ღამით რომ ლოცვით ხვდები მას, შენ კი არ უნდა გეშინოდეს მაგ დროს შავი მაგის. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი, ვინც ამ მეთოდს გაითვალისწინებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემონი ესხმის თავს ან შავი მაგის საქმე წასულია. პირდაპირ მნიშვნელობით. თქვენ რა გონიათ, შავი მაგი გიგზავნით რაღაც დესტრუქციულ ენერგიას და თუ ეს ენერგია თქვენ არ მიიღეთ, იმას არაფერი ემართება? შავი მაგი რისკავს სერიოზულად. ეხლა ზოგი ისეთი რიყვი არის, შავი მაგი რომ შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს მედამესხას თავს, მაგრამ არ აქვს იმდენი განათლება, რომ ვერ ხვდება, რომ უკან ისეთი მოხვდება, რომ ფეხზე ვერ ადგება. შესაძლოა სასწრაფოს გამოუძახონ, შეიძლება ვერც გადარჩეს. ოღონდ მე კი არ ვუზამ ამას. საკუთარი შხამივე მოხვდება უკან და ეს მე კი არ შემიძლია უბრალოდ. ყველას შეგიძლიათ. ყველანი გარანტირებულად დაცულები ხართ, ჯერ ერთი გამთრიანების მუქთანკვეთის ლოცვებით და მერე ამ ტექნოლოგიით, რაც გასწავლეთ. ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ყველაზე ძლევამოსილი შავი მაგისგან დაიცვათ თავი. ერთი კვირა რომ იკითხო მაგ პერიოდში, ამ დროს, ამ ყველა განზრახვით, მუქთანკვეთის ლოცვები თუ ვინმე თავს დაგესხა, თქვენ გარანტირებულად გამარჯვებული ხართ. აცნობიერებთ რას გეუბნებით? შენ თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, გადაბმულად და იმ ყველა ტექნოლოგიით თუ წაიკითხავ, რასაც გეუბნები, გარანტირებულად მიიღებ შედეგს. შენ უბრალოდ აქამდე ლოცვას კითხულობდი არასწორად, მოდი ესე გეტყვი. და ეს ლოცვა ვერ გეხმარებოდა ისე როგორც უნდა დაგხმარებოდა, რადგან შენ თავად ანეიტრალებდი ამ ლოცვას, შენივე წარმოთქმულ ლოცვას. ორი სიტყვით ვიტყვი, რა უნდა ისურო. ფულზე არ უნდა ილოცო და მატერიალურ სარგებლებზე არ უნდა ილოცო. ეს ლოცვები ღმერთთან არ მიდის. ამიტომ მაგ ლოცვებს უნდა წაიკითხავ. ისურვე ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. და ფიზიკური ჯანმრთელობა თუ გაქვს, ისურვე
რაც გინდა ამ ჯანმრთელობაში და სულიერი პრობლემა თუ გაქვს სტრესები და სხვადასხვა რაღაცები, ისურვე რომ გქონდეს სულიერი ჯანმრთელობა. ოღონდ ისე ილოცე რომ უკვე გაქვს, რადგან შენ თუ უკვე ლოცულობ, შენი ლოცვა უკვე ახდება. რწმენის კვანძი არ დაგავიწყდეს ლოცვასთან და რამდენჯერ უნდა ვილოცოთ? იმდენჯერ უნდა ილოცო, რა აჩქარების კრიტიკული მასაც სჭირდება შენს კონკრეტულ პრობლემას. მაგალითად, ადამიანს თუ აქვს ონკოლოგიური, ამისთვის ვთქვათ, საჭიროა ერთი თვე მიყოლებით ამ მეთოდით იკითხო. მაგალითად, ადამიანს თუ უბრალოდ კუნთი აქვს დაჭიმული, ამისთვის 2 დღე გადამული ლოცვაც საკმარისია. ანუ სირთულის მიხედვით უნდა იკითხო ლოცვა რაოდენობაში. შენი თხოვნის სირთულე განსაზღვრავს ლოცვის რაოდენობის საჭიროებას, რადგან კონკრეტული შენი პრობლემის მიმართ უნდა დაგროვდეს საკმარისი ლოცვის ძალა და ამისთვის უნდა აჩქარდეს შენი ლოცვა საკმარისად, შეიძინოს ძალა, წარდგინდეს უფალთან, ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმ ყველა კანონზომიერებების მიხედვით, რაც გითხარი. ამიტომ გადამულად ილოცე, მანამ სანამ შენი პრობლემის შესაბამისი ძალის კრიტიკულ მასას არ მიაღწევს ლოცვის ძალა. ეხლა ლოცვებს რა ახლავს ხოლმე თან? მაგალითად, გამთლიანების მუქთან კვეთის ლოცვას თუ კითხულობ, შენ თუ რამე სირთულეები გაქვს შიგნით, შვაგზაზე თუ გაჩერებს ლოცვაში, თუ გიჭირს წაკითხვა არ შეგეშინდეს, ეს არის კარგი. უბრალოდ შენი ბნელი გებძვის მაგ დროს და ცდილობს არ წაიკითხო ის ლოცვა ბოლომდე. ამიტომ მაგ დროს მიაწექი ბოლომდე. ან შეისვენე და გააგრძელე. არ დაგაბნიოს იმან რომ ლოცვას ვერ კითხულობ ბოლომდე. ასევე გაითვალისწინე რომ ლოცვის დროს თუ თქნარება გეწყება და ცრემლი მოგდის და მშვიდში ხარ, ეს არის კარგი, რადგან თქნარება და ცრემლი არის წმენდა. როგორც ცემინების დროს რა ხდება? მტვერი შეგდის ცხვირში და ცემინება გამოდევნის ამ მტვერს გარეთ. ლოცვაც იგივე შვება, ოღონდ გამთქნარებს და ცრემლი მოგდის. ზოგადად, როცა გამთქნარებს, რაღაც ნეგატიური ენერგია გადის შენგან, რომ გეძინებათ არ გულისხმობ მაგას. თქნარების 2 პოზიცია არსებობს. პირველი, როცა ლოცულობ, ლოცვა აკეთებს ამ წმენდას და გამოდის გარეთ ბნელი. მაგრამ თუ ისე გეწყება თქნარება ვინმესთან ან რაღაც სიტუაციაში, ამ შემთხვევაში შენივე თავი წმენს თავის თავს ცემინების მსგავსად, გამთქნარებს და ცრემლი მოგდის. ამიტომ ლოცვის დროს ცრემლის წამოსვლა მშვიდზე და თქნარება არის ბუნებრივი და კარგი. ამან არ დაგაბნიოთ. თუ ლოცვას ბოლომდე ვერ კითხულობთ, შეისვენეთ, გააგრძელეთ, ამანაც არ დაგაბნიოთ. ბნელი ცდილობს, რომ შენ ეს ლოცვა არ წაიკითხო, იმიტომ რომ შენ ერთადერთი რითაც შეგიძლია ამას ებრძოლო, ამ არსს არის ლოცვა. ლოცვა და შენი მშვიდი და გაცნობიერებები, რასაც გამთლიანებაში გასწავლე. და რაც მთავარია, როგორც კი ლოცვას დაამთავრებ, მადლიერება არ დაგავიწყდეს არც უფალთან, არც შენს მფარველ ანგელოზთან, არც შენს მასწავლებელთან და საერთოდ სამყაროსთან მადლიერებით დაასრულე. შენ თუ ამ ყველა მექანიზმს გაითვალისწინებ, რაც მე გითხარი და ამას თუ ისწავლი, შენ თუ ამას გააკეთებ, გარანტიას გაძლევ, ვერაფერი ვეღარ გაგაჩერებს. ვერაფერი ვერ გაგაჩერებს. ძალით მოსილი გახდები. ისეთი ძალით მოსილი, რომ საკუთარ თავს ვეღარ იცნობ. ეხლა რომ ლოცვის მიმართ სკეპტიკურად ხარ განწყობილი და ფიქრობ რომ ლოცვას ძალა არ აქვს ისეთი, როგორიც უნდა კონდეს, იმიტომ არ აქვს რომ შენ კითხულობ ამ ლოცვას არასწორად, მაგრამ შენ თუ ლოცვას ესე წაიკითხავ, ნუღარაფრის ნუღარ გეშინია. ყველაფერი მოგეცემა, ხოლოდ ამას გეტყვი. ამიტომ ილოცე, დაგლოცოს უფალმა, დალოცვილი იყავით, მიიღეთ ეს საჩუქარი, ეს ცოდნა, განახორციელეთ, გახდით ღვთიური და აღასრულეთ თქვენი ღვთიური მისიები. დაგლოცოთ უფალმა, დალოცოს უფალმა საქართველო, თითეული ქართველი, დედამიწა დავლოცოთ, დალოცვილი იყოს ყველა ადამიანი. ამინ.